განმეორებითი არჩევნები დარღვევები დაიწყო ხულოში, დარღვევა სოფელ ვერნებში 36 საარჩევნო უბანზე სამართლიანმა არჩევნებმა დააფიქსირა. ჩვენი გადამღები ჯგუფი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ვერნებიდან და დეტალებს ახლა პირდაპირ ეთერში ჯენი კვანტალიანი გაგვაცნობს. ჯენი გისმენთ. დიახ, ნინო, როგორც ჩვენ უკვე აღნიშნე, რამდენიმე წუთი არა ჩვენი გადამღები ჯგუფი 36 საარჩევნო უბნიდან დაბრუნდა. აქ საუბარია დარღვევაზე, რომელიც ეხება საარჩევნო ყუთში ბიულეტინების ჩაშვებას აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის მიერ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მიერ იქნა აღნიშნული ამ საკითხთან დაკავშირებით შედგა უქმები, რომელიც ხულოს 84 საარჩევნო ოლქში გადმოიგზავნა. თუ რა კომენტარები გაკეთა 36 უბანზე ჩვენ უკვე პირდაპირ ეთერში შეგვიძლია მოვისმინოთ. მე ჩავალ ჩემი საკუთარი აზრი დავაფიქსირე, ვაძლევდი ხმას, მაგრამ ამ მომენტში თვითონ არ იმყოფებოდა უბანზე, გარეთ იყო სიგარეტის ძევა და ამ მომენტში იმას ეგონა რომ მე ხმებს ვყრიდი ყუთში. ურან მელაძე, რომელიც იმ კარებში იდგა, შემოვიდა და თქვა რომ იგი თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარე ბიულეტენებს ყრიდა ყუთში დავინახე. მანაც კომისიის თავმჯდომარე გავისვა, არ დამიფიქსირები აქვეჯექი, არ დამინახავს ეს ფაქტი. ჩვენს მიერ გადამოწმებული იქნა, ჩამორთმეული იქნა კომისიის წევრების ახსნა განმარტებები და შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას. აღნიშნულ ფაქტს არადასტურებს კომისიის თავმჯდომარე, ასევე სხვა კომისიის წევრებიც. კომენტარი გააკეთა სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა, მაგდუნა ბერიძე ამბობს, რომ ფაქტი ნამდვილად დაფიქსირდა, ასევე კომენტარი გააკეთა ხულოს 84 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ ნოდარ მელაძემაც და მან აღნიშნა, რომ შესაძლოა 36 უბანი ბათილად იქნა ცნობილი, ეს ის შემთხვევაში, თუ კი აღნიშნული კანონდარღვევა რეალურად დაფიქსირდება. ხულოს 36 უბანზე დაფიქსირდა ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი, კერძოდ კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო ყუთში ჩაყარა 3 ბიულეტენი, მას შემდეგ რაც ჩვენი დამკვირვებელი ცდილობდა ინფორმაციის გადაცემას ცენტრალურ ოფისში, მის მიმართ განხორციელდა დაპირისპირება და არ მიეცა მას ინფორმაციის გადაცემის საშუალება. ცხადია, რამდენადაც ადგილი ჰქონდა რამოდენიმე სახის დარღვევას, ეს არის გაყალბების მცდელობა და ასევე დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა, ამასთან დაკავშირებით ჩვენმა ორგანიზაციამ დაწერა საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში. დაფიქსირდა დარღვევა, ჩვენს მიერ გაგზავნილი იქნა საარჩევნო კომისიის იურისტი და კომისიის წევრი. ეს არის შორი უბანი, სადაც უნდა გასვლას 2 საათი. შეისწავლიან და დამატებით მოგახსენებთ მასთან დაკავშირებით. შესაძლოა გაუქმდეს ეს უბანი? არ არის გამორიცხული, თუ იქნება დადასტურებული ახსნა განმარტებები, ეს ნამდვილად იყო შესაძლოა გაუქმდეს. ხულოში არჩევნების მეორე ტური უკვე როგორც უკვე გითხარით დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. მეორე ტურში ამორჩეველთა 13%-მა უკვე 13% ნაკლებმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო საკუთარი პოლიტიკური არჩევანი აქ უკვე 35%-მა დააფიქსირა. მემყარებელს შევახსენებ, რომ ჩვენ ვრჩებით ადგილზე და დაწვრილებით ინფორმაციას უკვე მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.